წარმოდგენილი გვაქვს კახეთის ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, ქვევრის ღვინოები, რომლებიც დამახასიათებელია ქართული ტრადიციების მიმართ, მაგალითად ქვევრი არის ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგია, ჩვენ ამით ვამაყობ და უმეტესი ასორტი, რა თქმა უნდა, ქვევრიდან გვაქვს. ასევე ფეხს უწყობ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც და გვაქვს პეტნატი ასევე და ნახევარტკბილი ღვინოებიც გვაქვს, ასე რომ სულ ასორტს თავაზობთ მომხმარებელს. გამოწვევებს რაც შეეხება მცირე მეწარმეები ვართ ამ ეტაპზე, სოფელ დიღომში გვაქვს მარანი და ვაწარმოებთ მცირე ტირაჟით ამ ეტაპზე. წარმოდგენილობთ უმეტესად საქართველოს ბაზარზე და გსურს რომ გავიდეთ ქვეყნის გარეთ და გავაცნოთ ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგია მსოფლიოს. ადგილობრივ ბაზარში შედარებით უფრო მარტივი არის თავის დამკვირვება, უბრალოდ მსოფლიოს ნახეთ, როდესაც უცნობი არის ქვევრის ტექნოლოგია, ცოტა არ არის ესე ვთქვათ ორდინალური ღვინოები მათთვის. შესაბამისად, უნდა კარგად გააცნოთ, კარგად დააგემოვნებინოთ, აუხსნათ დეტალურად რაში მდგომარეობს ქვევრის ღვინო. ეს არის მთავარი გამოწვევა. გვაქვს ორი ხაზი, ღვინის სეგმენტი და გვაქვს ლიქიორები, რომლებიც წარმოდგენილი არის ჩვენთან. ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ კიდევ და უფრო რაღაც შევმატოთ რაღაც ახალ-ახალი გემოები, ახალი რაღაც სიახლეები გქონდეს. ნატურალური პროდუქციის წარმოება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ ხარჯებს ანაზღაურება ჭირდება. სავარაუდოდ უფრო მეტი არის რეალიზაცია, რომელიც შედარებით ძვირი გაქვს. ქარხნულ წარმოებასთან შედარებით ძვირი არის, ჯერჯერობით არ ვართ მაინც იქამდე მისულები, რომ გადავიხადოთ ძვირი სასმელში და დავლიოთ, მივიღოთ ნატურალური. ეს მარტო სასმელზე არ არის, ეს ყველა პროდუქცია ესეა, მაგრამ რეალურად ჩვენ ამ ბიზნესში ვართ და ამას ვხედავთ. რომ სყიდველუნარიანობა ალბათ შედარებით ნაკლები არის ნატურალური და ძვირი პროდუქციის. თუმცა რომ შევადაროთ ევროპულ ფასებს, ეს არ არის არც ძვირი და არის საკმაოდ ხარისხიანი. მაგრამ ნელ-ნელა მაგალითად 5 წლის წინ უფრო ნაკლებად მოთხოვნადი იყო ეს პროდუქტი და ნაკლებად გადამხდელი იყო ადამიანი ვიდრე დღეს. მე მაქვს წარმოდგენილი ამ ეტაპზე 4 სახეობის პეტნატი ციცქა, საფერავი, ციცქა თეთრი და როზე ნახევრად ხელი შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ ვზითო რომ შემიძლია გაიცათ მომავალ წელს წარმოვადგინო 2-ამდენი რაოდენობა სხვადასხვა სახეობის. ბევრი მცირემანანია წარმოდგენილი და საერთო მასშტაბური პრობლემა ყველას ერთი აქვს. მე ვისთანაც გამოცდილებიდან გვისაუბრია, მაინც IAP-ის ესხი, გრანტების ნაკლებობა ან ზოგ შემთხვევაში არ არსებობა. ვისურვებდი რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, მაინც არის ფინანსური კუთხით არასაკმარისი რაოდენობა ფინანსების, რომ მარნების მოწყობა იყო ადრე გრანტები, გაიცემოდა ესე მცირე საშუალო ბიზნესებზე გრანტები და ცოტა ეხლა ხელი შემშლელი ფაქტორებია, ბევრი არასტაბილური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, ნაკლები კრედიტების შემოდინება და მაინც ესე გაჭირვებით მივდივართ ნელი ნაბიჯებით წინ. შარშან ჩამოვასხით პირველი საცდელად, ასე ვთქვათ, რომ გამოსულიყავით უკვე ბაზარზე. ჩვენი ოჯახური ტრადიციის გაფართოება გადავწყვიტეთ და უფრო ფართო საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის გაცნობა. ესეთი ღონისძიებები ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, იმიტომ რომ ცნობადობას უფრო მეტად იმაღლებ, უფრო მეტად ეცნობა ხალხი შენს პროდუქციას. სახელმწიფოს მხრიდან ვთვლი, რომ მცირე მეწარმეს უფრო მეტად ჭირდება ხელშეწყობა, ასე ვთქვათ, წახალისების მიზნით, ანუ თუნდაც აი მსგავსი უფრო ბევრი ფესტივალები, ანუ არა მარტო ვაინ ექსპო, ანუ დღესდღეობით ყველაზე ასე ვთქვათ წარმატებულ ფესტივალს მაინც ვაინ ექსპო ითვლება ღვინის სფეროში. უფრო მეტი მსგავსი ღონისძიებები, უფრო მეტი ტრენინგები, მაგალითად, შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ანუ შენ თუნდაც აი ექსპორტზე გატანის მხრივ ხო, ანუ აი როგორ უნდა გაიტანოს სწორად შენი ღვინო საზღვარგარეთ. ანუ ამ ყველაფერს ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე მეწარმისთვის განსაკუთრებით. ღვინის სეგმენტში ძალიან დიდი გამოწვევებია, დიდი ბაზარია, ზოგადად ბევრი კონკურენტია. მაგრამ ჩვენ კონკრეტულად მხოლოდ ჩვენ სტუმრებს, ჩვენს რესტორანში ვთავაზობთ ჩვენ ღვინოს და ამ ეტაპზე საკმარისია. ღვინის თემა ძალიან რთულია, მესმის ჩვენ სიახლეს არაფერს არ ვიტყვით ამითი. გამოწვევა ძალიან ბევრია.
ძალიან ბევრ ბაზარზე, მაგრამ უკეთესობა შეიმჩნევა ყოველ წელს, ძალიან ინტენსიურად ვუყურებთ ექსპორტის ბაზარსაც, დაინტერესებული ვარ და მომავალში საზღვარგარეთაც ვცდილობთ, რომ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. მომავალ წელს და ყოველ წელს საქართველოს უსწრებდი უფრო ბევრ სტუმარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ღელვა, ძალიან დიდი ბედნიერება გაუმასპინძლე ადამიანებს და მიიღო მათგან აღფრთოვანება.